დარჩება თუ არა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანსში, შიდა დაპირისპირება როგორ აისახება მათ პოლიტიკურ იმიჯზე და ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე. ეს კითხვები ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტუალური გახდა. თავდაპირველად უთანხმოების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები იყო, სადაც ის ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიას იწუნებდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გაერთიანების წევრებს შორის საჯარო პოლემიკა, რასაც ერთმანეთის მიმართ მწვავე განცხადებები და ურთიერთბრალდებები მოჰყვა. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას განმარტებით, პარტიის წინა თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჩანაცვლების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. ხაბეიშვილის ფაქტორი ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბოკუჩავას აღიარებას გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. ლაშა ფარულოვას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის რეალური მიზეზი იყო ის ტერორი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც პარტიას ქართულ ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა მოუწყეს. მას ჰქონდა ფიზიკური პრობლემები, თუმცა სამწუხაროდ კონკრეტულმა ჯგუფმა ელიტას რო წარმოადგენს, ეგრეთ წოდებულმა ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა, ქართული ოცნების აი ამ რეპრესიას და ტერორს ოპოზიციის აი ამ ბაბლმა ვერ უპასუხა სათანადოდ, ვერ გაერთიანდა. ზოგიერთმა ჩვენმა ყოფილმა თანამებრძოლმა არჩია საბოტაჟის გზა, შემდეგ შექმნა თავისი პარტია. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მცდელობა იყო ოპოზიციის გაერთიანება ერთიანი სიის ჩარჩოში, თავარ მიზეზად ასახელებდნენ ლევან ხაბეიშვილს და ლევან ხაბეიშვილმა ეს თანამდებობა დაატოვა. ალიანსში შემავალი წევრი პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალიანსში მხოლოდ იმ ძალებისთვის არსებობენ, ვინც საერთო შეთანხმებასა და წესებს იცავს. აღნიშნეს, რომ ვინც საჯარო სივრცეში შეთანხმებულ სტრატეგიას არღვევს, საკუთარ თავს თავადვე აყენებს ალიანსის მიღმა. თავისუფლების მოედნის წევრები თვლიან, რომ ალიანსის იმიჯზე შიდა დაპირისპირება ცუდად აისახება. ფედერალისტები კი აცხადებენ, რომ გაერთიანება გამარჯვებამდე მივა, თუმცა მხოლოდ იმ შემადგენლობით, რომელიც შეთანხმების ერთგული დარჩება. დაპირისპირება ზოგადად, რა თქმა უნდა, ახლა არც ერთი გაერთიანებისთვის არ არის სასიკეთო იმიჯის მომტანი. ის ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თავად პარტიამ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, თინა ბოკუჩავა იქნება თუ ნანუკა ჟორჟოლიანი და დარწმუნებულება ორივეს გააჩნია თავისი ღირსება და საუკეთესო უნდა საკუთარი პარტიისთვის. ჩვენ ნებისმიერ თავმჯდომარესთან იგივენაირად ვითანამშრომლებთ, როგორც აქამდე თანამშრომლობდით. ჩვენ, როგორც ვამბობთ, ისევ გავაგრძელებთ ალიანსის შიგნით თანამშრომლობას. ნაციონალურ მოძრაობაში ჩემი აზრით ყველაფერი ბუნებრივად ლაგდება, ამის მიღმა მათი შიდა პროცესები არ მაინტერესებს და ალიანსთან ნაკლებად აქვს შემხებლობა, რადგან ალიანსი არის მგვარი ორგანიზაცია, სადაც პარტიები შევიკრიბეთ კონკრეტული დღის წესრიგის და წესების ირგვლივ ნებაყოფლობით თანამშრომლობისთვის და ნაციონალურ მოძრაობა არ წესებს იცავს, არც თანამშრომლობს, შესაბამისად მე მათ არ განვიხილავ როგორც პარტიას, რომელიც ალიანსის დღის წესრიგს განაპირობებს. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებას ყურადღებით აკვირდება ქართული ოცნებაც. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური გაერთიანების კრიზისი მოულოდნელი არ არის და ნაციონალურ მოძრაობას არანაირი რესურსი აღარ აქვს. როგორც ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, ეს ადამიანები საქართველოს ინტერესებს ძალიან მარტივად გასწირავენ. რესურსი არ გააჩნიათ და რა ელექტორალური მხარდაჭერაც ჰქონდათ არჩევნებიდან არჩევნებამდე ძალიან მკვეთრად დაკარგეს და ფაქტობრივად ნულის ტოლი არის ალბათ მათი რეიტინგი. რომ ამ ხალხს ერთმანეთი ეზიზღებათ, ერთმანეთს პატივს არცემენ, როდესაც თავიანთ ლიდერებს ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან, იქ რა გასაკვირია მოსახლეობას როგორ ეპყრობოდნენ და როგორ ძალადობდნენ ჩვენს მოქალაქეებს, ხო? და რაც უფრო მეტი ასეთი სიბინძურე გამოვა მათი შიდა სამზარეულოდან, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება მათი რეიტინგის სკლებას. მათ თავისუფლად შეუძლიათ გაავრცელონ ტყუილი და მე როდესაც დაჭირდებათ, თქვა ერთმანეთის ჩასაძირად ან გასაშავებლად, თვითონ პარტიის შიგნით მე გამოამზეურონ ეს. ასეთი ტიპის манипуляციებით შეუძლიათ საკუთარი თანაგუნდელი და მეგობარი გაწერონ და წარმოვიდგინეთ ახლა ჩვენზე მოსახლეობაზე რა დამოკიდებულება ექნებათ, ისე გავწირავენ ჩვენ და ჩვენს ინტერესებს, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ. როგორც აქამდე გაუკეთებიათ, არავითარი ალიანსი არ არსებობს. პირველ რიგში ატყუებენ თავის პატრონებს, აქა-იქ შემორჩენილ თავის მომხრეებსაც ატყუებენ, რომ თითქოს რაიმე სერიოზული ძალა შეიკრიბენ და რაღაცა გეგმები გააჩნიათ. კითხვაზე ვინ რჩება საერთო თამაშის წესებში და ვინ აღარ, ამ დრომდე ერთიანი პასუხი არ არსებობს. ერთის მხრივ ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ალიანსის დატოვებას არ აპირებენ და საკითხზე მსჯელობა პოლიტსაბჭოზე შედგება. თუმცა მეორეს მხრივ ალიანსის წევრ პარტიებში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე ამ გაერთიანების მიღმაა.
შეძლებს თუ არა ოპოზიციური ალიანსის შიდა კრიზისის გადალახვას, თუ პირველი დიდი განხეთქილება საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტიის გასვლით დასრულდება. ოფიციალური პასუხი სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.